დავიწყეთ ყველაფერი, მოგესალმებით. დღეს მესამე ლექცია ალგებრა და მათემატიკური მოდელები ეკონომიკაში. ჩვენ ერთი წინა ლექცია ტექნიკური პირობების გამო ვერ შევძელით გადმო, ეხლა უკვე ნელ-ნელა ავეწყეთ. მე ერთი თხოვნა მაქვს, ვინმე თუ იცის ამ კამერის შესახებ, მას სჭირდება რაღაც პროგრამების გადმოწერა, რომელიც ჩემ ტელეფონში არ იწერება და ინტერნეტთან შეერთება და ტესტირება რომ გამაკეთებინოს, ძალიან მადლობელი ვიქნები. გითხრათ სიმართლე, მე იმდენი დრო არ მაქვს, რომ ამის ინსტრუქციები ვიკითხო. ეხლა ჩვენ მოკლედ შევეხოთ იმას, თუ რა გვაქვს დღეისათვის და რის გაკეთებას ვაპირებთ. ჩვენ მივიღეთ ეგრეთ წოდებული ლეონტიევის სტატიკური მოდელი, რომელიც გარკვეულ აბსტრაგირებას, გარკვეულ დაშვებებს ეფუძნება და მოდი იმისთვის, რომ შინაარსებრივი გაგრძელება გამოვიდეს, დავწეროთ მოკლედ რა მივიღეთ. ჩვენ მივიღეთ, რომ მოდელი ანუ ეს არის ლეონტიევის სტატიკური მოდელი, სადაც x არის გამოშვების ვექტორი, ანუ სექტორები, რომელიც უშვებს პროდუქციას, იმის ვექტორი, ანუ ჩამონათვალი, რაგი ჩვენ თქვით, რომ გვაქვს i უდრის 1, 2 და ასე შემდეგ n დარგი, ამდენი დარგი. თითოეული დარგი უშვებს ერთ პროდუქციას, ამიტომ ჩვენ გვაქვს შესაბამისად ამდენი, მოდი დავარქოთ ამას, გინ პროდუქცია, გინ საქონელი, მაგრამ წარმატებული ტერმინი არ არის ქართულად. აი ეს x-ი არის ვექტორი, ანუ ჩვენ თქვით, ეს არის დავაგებული ჩამონათვალი თუმცა სხვადასხვანაირადაც აღნიშნავენ. ვექტორი რა არის სინამდვილეში? ვექტორი არის ერთი სვეტი, რომელსაც გააჩნია ისეთი მატრიცა. იგივეა უბრალოდ ჩვენ დაზუსტებაში. აი ამას ჩვენ ავღნიშნავთ აი ასეთნაირად, x-ი უდრის x1, x2, xn. ოღონდ ეს არ ნიშნავს იმას, რომ თქვენთან როგორ ჩანს? არ ვიცი როგორ უნდა, ნახე აბა როგორა გადმოტრიალება. მან თუ არ არის? აქ ხო არ არის რაიმე, რომელიც მას ატრიალებს? აი ეს ხო არ არის? ასეთ მდგომარეობაში უნდა თავბრუნდე, ეს. როგორი? ანუ ასე ხო ჩანს? ხო. ასე უნდა თავბრუნდე ყურება. მაშინ ეს უნდა სწორად უნდა ჩავდოთ მაშინ. კი, მაგრამ როგორ უნდა ჩავდოთ? აი ეს უკვე აღარ ვიცი. ეხლა მთავარი ეს როგორ ჩანს? ასე იმიტომ დავაყენეთ კამერა, რომ ფართოდ რაიმე დიაპაზონი გამოჩნდეს დაფისა და არ იყოს ვიწრო. მაშინ ცოტა უფრო მოწიეთ ახლოს, რომ უკეთესად გამოჩნდეს ნაწერები.
კი, ასეა. კარგი, გავაგრძელოთ. ეს არის x-ი. W ვექტორი ჩვენ თქვით, რომ ეს არის საბოლოო მოხმარების ვექტორი. W1, W2 და ასე შემდეგ WN. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აქ ყველაფერი გარკვეულია, მე მინდა რაღაცა გამოუშვა, რომელიც სხვა პროდუქციების წარმოებისთვის გაიქნება გამოყენებული, მაგრამ გამოყენებული იქნება საბოლოო მოხმარებისთვის. და ჩვენ გვაქვს დანახარჯები გამოშვების მატრიცა A. მოდი ამას ცოტა სხვა ფერით გავაკეთებ. ეს არის A1, A1, და ასე შემდეგ A1, G და ასე შემდეგ A1N. G აქ გარბის 1-დან N-მდე, ამიტომ მე შემიძლია მარტო ერთი სტრიქონის ნაცვლად A1G რო დავწერო და მივთითო G-ს ცვლილების საზღვრები იქნება ერთი და იგივე. A2, 1, A2, 2, A2G და ასე შემდეგ A2N. და შემდეგ გამოვტოვებ და რაკი N-ი მაქვს, N1, AN2, ANG და ANN. აი ეს არის გამოშვება დანახარჯების მატრიცა და ამ მატრიცას ჩვენ რაღაც ფორმით ანალიზები უნდა გავუკეთოთ, იმიტომ რომ ეკონომიკის სექტორების და მთლიანად ეკონომიკის დახასიათებისთვის ჩვენ გვაქვს ეს ყველაფერი. შესვენებაზე მოვსინჯოთ შემდეგ, ეხლა გაგრძელდეს ასე. ესე იგი, რატომ ვიწყებ ეხლა მე ანალიზს A მატრიცისა, მისი სხვადასხვა ფორმით მონაწილეობა სხვადასხვა მატრიცებში, იმიტომ რომ ანალიზისთვის სხვა ხელშესახები ინფორმაცია ჩვენ არ აქვს. ჩვენ აქ დავუშვით ერთი რამ. ჩვენ თქვით, რომ ნახეთ, როცა ვწერდით მე აი ამ განტოლებას როცა ვწერდი მე სინამდვილეში ამ განტოლებაში დავწერე ასე თუ კოორდინატებში ჩავწერ ამას x1 ეს იყო A1x1 plus A1-2x2 plus და ასე შემდეგ A1n-xn და ასე შემდეგ xn-ი ბარემ დავწერო AN1x1 plus AN2x2 plus და ასე შემდეგ ANN-xn. რატომ მინდა მე ახლა დეტალურად გავაკეთო? აი ეს ფორმულების წერა საკმაოდ ლამაზი საქმეა და კარგად ჩანს, მაგრამ მე ვთქვი, რომ არაფერი არ დაიწერება, რომელიც ინტერპრეტირებული არ იქნება და არაფერს არ აქვს აზრი ფორმულის სახით დავწერო, თუ მე არ შემიძლია მის უკან დავინახო რეალურად ეკონომიკური რა სიდიდე, რა მოვლენა, რა პროცესი მიმდინარეობს. ნახეთ, ჩვენ რა გვქონდა სინამდვილეში? ჩვენ გვქონდა რომ პირველ პროდუქციაზე იხარჯება რაღაც რესურსი პირველიდან მეორე დარგიდან და ასე შემდეგ მერე დარგიდან სავალდებულო არ არის
X1 პროდუქციის წარმოებაზე გამოყენებული იყოს ყველა. ამიტომ ჩვენ მაშინ მიუთითეთ, რომ ანუ სადაც ეს მეტია ანტოლია 0-ზე, როცა I-J გაიβენს 1-დან n-მდე. ყველა სიდიდე ამ მატრიცაში არის მეტი ანტოლი 0-ზე. აი ასეთ სიდიდეებს არა უარყოფით სიდიდეებს უწოდებთ. ზოგიერთი შეიძლება იყოს 0, კაცრად დადებითი რომ იყოს I-J რომ იყოს მეტი 0-ზე, როცა I და J გაიβენს 1-დან n-მდე, ცხადია მე მაშინ ვიტყვი რომ გვაქვს დადებითი მატრიცა. ნახეთ, კაცრად დადებითი მატრიცა, როცა ყველა ელემენტი არის დადებითი და მეორე არაუარყოფითი მატრიცა, რომლის ელემენტები არის არაუარყოფითი. ეხლა მოდით ნახოთ. რას ნიშნავს იმის დაშვება, რომ წილები შესაბამის საქონელზე, რომელიც გამოიყედება X1, X2 და ასე Xn-ის წარმოებაზე არის წრფივი. ესე იგი, წრფივი ნიშნავს, რომ ეს კოეფიციენტები შედის ერთ ხარისხში, ასეთ არა მაქვს მათი ნამრავლები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. როდესაც ჩვენ ყველაფერზე კარგად ჩამოვყალიბდებით, მე ბოლო 2-3 წლის სამეცნიერო კვლევებში რაც არის ლეონტიევის არაწრფივი მოდელი, რომელიც უკვე სულ სხვანაირად არის აგებული, მასზე გესაუბრებით. მე 2-3-4 მეტი ვერ ვნახეთ, რო არ მქონდა უნივერსიტეტი ვნახე, სადაც თუ არის ეს უახლესი რაღაცები სალექციოში შეტანილი, ვერ ვნახე, ამიტომ ჩვენ გავაკეთებთ ამას. ცოტა უფრო რთული რამეა, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ისე მოგიყვებით, რომ გასაგები იქნება. ჩემი მიზანი უფრო სხვა რამეა. მე მინდა ეს უახლესი მასალა მოისმინოს ერთმა-ორმა დაინტერესებულმა მაგისტრანტმა, დოქტორანტმა თუ რამე და იქნებ მოკიდოს ხელი. და ჩემი ხელმძღვანელობით ძალიან მაგარი სადოქტორო გამოვა, სტატიები ყველგან დაიბეჭდება, რატომ ვამბობ ამას მე. ეს სპორტული ინტერესი არ არის. ამ არაწრფივი მოდელებით ჩვენ შეგვიძლია გამოვიკლიოთ ქართული ეკონომიკის შოკები და რესურსული შეზღუდვებისას რა ხდება იმ ეკონომიკაში, რომელიც გითხრათ სიმართლე დამოუკიდებელი არსებობისთვის ჯერჯერობით მზად არ არის, ეს ეთყობა ყველა მონაცემს და ასე შემდეგ. ამიტომ უსაშველოდ კარგი თემა გამოდის, ეხლა კი გავაგრძელოთ ჩვენ ეს ყველაფერი. ესე იგი, თუ მე ვუშვებ, რომ ეს კოეფიციენტები, ნახეთ როგორ მქონდა მე I-J, რას დავარქვით? ის, რომელიც გამოიყენებოდა რესურსი, გაყოფილი X-J-ზე. ხო? აი, ლეონტიევმა შენიშნა, რომ ეს დაახლოებით არის კონსტანტა. ეს ყოველთვის ასე არ არის, მაგრამ გარკვეული ეკონომიკური განვითარების ეტაპზე, როდესაც ხდება მოცულობების ზრდა, ეს ყველაფერი ასეა, მაგრამ მე მაინტერესებს უფრო სხვანაირად დავინახო. რას ნიშნავს, რომ თქვათ რომელიმე დარგის პროდუქციის წარმოებაში ყველა სხვა დარგების წილები მუდმივი რჩება. ვისაც ეკონომიკური კურსები გაქვთ მოსმენილი, ალბათ უნდა იცოდეთ ტერმინი, რომელიც ქვია მასშტაბიდან მუდმივი უკუგება. რას ნიშნავს ეს? ეს ნებისმიერმა ფირმის ხელმძღვანელმა უნდა იცოდეს, ნებისმიერმა საქმიანმა მენეჯერმა უნდა იცოდეს. რაზეა საუბარი? საუბარია შემდეგზე.
თუ თქვენ გაქვთ ტექნოლოგია, ცხადია ეს ყველაფერი ტექნოლოგიაზეა დამოკიდებული, მაშინ თუ თქვენ ორჯერ გააფართოვებთ წარმოებას და ამას აკეთებთ ბრმად, თქვენი ტექნოლოგია შეიძლება იყოს, რომ მიიღოთ სამი ვარიანტი. პირველი, თქვენ ორჯერ გააფართოვებთ წარმოება და პროდუქცია გაიზარდა ორჯერ, აი ამას ნიშნავს ამის მუდმივობა. ამის მუდმივობა ნიშნავს, რომ ჩვენ დაუშვით, რომ გვაქვს ამ ეკონომიკაში მასშტაბიდან მუდმივი უკუგება. მეორე, ჩვენ დაუშვით, რომ თითეული დარგი აწარმოებს მხოლოდ ერთ პროდუქციას. სხვანაირი ინტერპრეტაცია რომ გაუკეთო ამას, ამ ეკონომიკაში ერთობლივი წარმოებები შეუძლებელია. ანუ ეს ცალკე თემაა, მაგრამ მე ახლა მინდა ისეთ ფუძეებში გავირკვე, რომლის შემდეგ ვარირება ძალიან იოლი იქნება. ესე იგი, ამ ეკონომიკაში გაკეთებულია მეორე დაშვებაც, რომ აქ მხოლოდ ერთი პროდუქციის წარმოება შეიძლება და ეს ნიშნავს, რომ ერთობლივი წარმოებები გამორიცხულია. ამ მოდელში, რაც სულაც არ ნიშნავს, ჩვენ ლაპარაკობთ მოდელს. შემდეგ შეიძლება ისეთი წარმოება იყოს, რომ თქვენ მაგალითად A11 შევხედოთ ამას, რა არის A11? A11 არის X1 პროდუქცია, რომ იწარმოება, ამ ნაწარმოები პროდუქციიდან რა წილი მოხმარდება ისევ ამ პროდუქციის წარმოებას. ამ დარგს, იმიტომ რომ ამ დარგში ერთი პროდუქცია იწარმოება. ესე იგი, ერთი მაგალითი ყველაფერს მეუბნება. თუ მე ვსაუბრობ A11-ზე, მე წინასწარ შემიძლია ვთქვა, რომ ეს უნდა იყოს ერთზე ნაკლები. რა მოხდება? რა მოხდება, რომ A11 იყოს 1 და 3? შეიძლება ნახეთ. ამ სიდიდეების დადებითობა თუ გინებავთ არაუარყოფითობა ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ პროცესი შედგება და მე ეს მოდელი მექნება. ანუ დავხარჯე რაღაც საბოლოო მოხმარებაში გავუშვი რაღაც და მე ამით ვიცი, რამდენი უნდა ვაწარმოო. გასაგებია, ხო? თუ მე ეს მაქვს, მაშინ გამოდის, რომ მე რომ X1 ვაწარმოო, ამაზე უფრო მეტი X1 მჭირდება, ვიდრე ვაწარმოე. ბუნებრივია, რომ ასეთი ეკონომიკა ვერ იმუშავებს, შეიძლება ძალადობა მოახდინო მასზე და ვამუშაოთ, მაგრამ არ გამოვა. შემდეგ ავიღოთ ამ მატრიცის აი ეს ჟიურის სვეტი. აი ხმა დავწერ. მოდი ჯერ მაგ საშუალება. აი ეს. დავარქვათ მას A ვექტორი. იმიტომ გასაგებია მატრიცის თითეული სვეტი არის ვექტორი. A ვექტორი, ჟიური, ეს იქნება N G. ესე იგი, ამ მატრიცის თითეული სვეტი მეუბნება მე მთლიანად ჟიური პროდუქცია როგორ ნაწილდება სხვა საწარმოო მოთხოვნებისათვის. ხო გასაგებია შინ არის? პირველი სვეტი მეუბნება
პირველი პროდუქცია თავის გაკეთებაზე პლუს მეორე დარგის პროდუქციის გაკეთებაზე და ასე შემდეგ მერე დარგის გაკეთებაზე და ასე შემდეგ. თუ მე ვამბობ რომ ეს სვეტები ერთმანეთისგან დამოკიდებული არ არის. არ მინდა ხა შემოვიღო წრფივად დამოუკიდებლობა, ეს მე შემოვიღებ, ახლა უბრალოდ დამოუკიდებელი. ეს ნიშნავს, რომ ამის ტექნოლოგია, ამის და ამის ტექნოლოგიები ერთმანეთთან კავშირში არ არის. ეს მე ვუშვებ ამას, რომ ერთმანეთზე დამოკიდებული არ არის. და ეს მე მჭირდება იმისთვის, რომ განსაზღვრო ამ მატრიცის სხვადასხვა ვარიანტში მოქცევისას როგორი იქნება შედეგი. ესე იგი, სანამ მე ამას გავაკეთებდე, მე მჭირდება ესე იგი უნარჩუნო წარმოება, ეს არ შეიძლება, ეს შეიძლება და ასია ყველაფერი და ამას ქვია ის, რომ დარგმა უნდა აწარმოოს იმაზე მეტი, ვიდრე მოიხმარს. ამის მერე ჩვენ რაკი ქონდა მატრიცა, ჩვენ დავარქვით ამას, რომ ეს არის არაუარყოფითი მატრიცა, არაუარყოფითი და შემდეგ შემოვიტანეთ ერთ-ერთი ფუნდამენტალური ცნება, რომელსაც ქვია პროდუქტიული მატრიცა. პროდუქტიული მატრიცა არის შემდეგი რამ. თქვათ, მოდი შემოაბრუნეთ ახლა ეს. თქვათ, მოკლედ ასე აღნიშნავ მატრიცას გაიგებს 1-დან n-მდე, ის ახლა ცხრილები რო არ წერო, კვადრატული არაუარყოფითი n რიგის მატრიცა კვადრატული, ანუ სვეტების რაოდენობა, სტრიქონების რაოდენობის ტოლია, რაკი ჩვენ თქვით, რომ n დარგი გვაქვს და თითეული უშვებს ერთ პროდუქციას, ეს განაპირობებს მატრიცის კვადრატულობას და როგორც წესი კვადრატულ მატრიცაზე n-ს არ წერენ, აი თუ სხვადასხვა სტრიქონებისა და სვეტების რიცხვი m-ია, მაშინ წერენ ასე, თუ არა და პირდაპირ ამბობენ n რიგის კვადრატული მატრიცა. ამას მხოლოდ კვადრატულზე ამბობენ. ეხლა მე შემომაქვს და ძალიან კარგად დავაკვირდეთ ამ ცნებას. აი ასეთი კვადრატული მატრიცა არის ვიტყვით რომ არის პროდუქტიული თუ არსებობს ანუ თუ არსებობს ისეთი წარმოების ვექტორი, როცა x მეტია a
X. Ინტერპრეტაცია გავუკეთოთ. თურმე პროდუქტიული მატრიცა არის ისეთი მატრიცა, თუ ამ ეკონომიკური სისტემის ცალკეული დარგის მიერ ნაწარმოები პროდუქცია მთლიანობაში x1, x2 და ასე შემდეგ xn, ანუ x ვექტორი უფრო მეტია, ვიდრე საწარმოო დანიშნულებისათვის გამოყენებული ეს პროდუქცია ერთად აღებული. ესე იგი, რატომ? თუ ეს ამაზე მეტი არ არის, მე არაფერი დამრჩება მთავარი რამისთვის. წარმოების აზრი ხო ის არ არის ყველაფერი აწარმოოს და თავის თავს მოახმაროს. წარმოების აზრი არის რომ საერთო მოთხოვნა დააკმაყოფილოს. ეს არ არის მარტო შინამეურნეობები, ფიზიკური პირები, ოჯახები თუ გნებავთ. ეს არ არის მარტო ფირმა, რომელიც თავისი საჭიროებისთვის უამრავ რამეს ყიდულობს. ის საბოლოო მოხმარება. საბოლოო მოხმარება სახელმწიფო როცა თავისი საქმიანობის პროცესში უამრავ რაღაცას ყიდულობს, იმიტომ რომ მას ეს სჭირდება თავისი საქმიანობის განსახორციელებლად. ესე იგი, მთელი აზრი ეკონომიკას აქვს იმ შემთხვევაში, თუ მატრიცა არის, ნახეთ, პირველ კარგ ცნებას მივაგებთ. ამ მატრიცა, ანუ დანახარგები გამოშვების მატრიცა არის პროდუქტიული. ის რომ ის არაუარყოფითი მატრიცა არ მყოფნის მე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვა, პროდუქტიული მატრიცა იქნება მაშინ, თუ არსებობს, ჩვენ შევთავაზეთ, რომ არსებობას ასე აღნიშნავს. არსებობს ისეთი x ვექტორი და არსებობს ისეთი w ვექტორი, როცა აი ეს სისტემა არის პროდუქტიული. ანუ მატრიცა არის პროდუქტიული, ძალიან ყურადღებით დაუკვირდეთ, თუ ისეთი გამოშვების ვექტორია და ისეთი ბოლო მოხმარების ვექტორია, რომ ეს მატრიცა აკმაყოფილებს საწარმოო მოთხოვნებსაც და აკმაყოფილებს საბოლოო მოთხოვნებსაც. აი ამას ვუწოდებთ ჩვენ პროდუქტიულ მატრიცას. ესე იგი, ერთი კარგი მიგნება გვაქვს. არანაირი ფირმა, არანაირი შინამეურნეობა, არანაირი სახელმწიფო დონეზე, კერძო ეკონომიკა თუ სახელმწიფო ეკონომიკასთან ერთად აღებული არ შეიძლება არსებობდეს, თუ ის არაპროდუქტიულია. ცოტა ხნის მერე მე დავიწყებ საბჭოთა ეკონომიკის ანალიზს, რატომ შეუძლებელი იყო საბჭოთა ეკონომიკის არსებობა. რატომ? ჩვენ უკვე სერიოზული აპარატი გვაქვს, ეს არ იფიქროთ, რომ უბრალო აპარატია, თუ ამ ყველანაირ შინაარსობრივ მხარეც დაუკვირდებით, ჩვენ ის ძალიან დიდი ანალიზის საშუალებას იძლევა, თუმცა გითხარით, გარკვეული პერიოდი დადგა 90-იანებში, როცა აი ამ დაშვებამ შემოbrune აი ამ დაშვებამ რომ იტყვიან მოიკოჭლა და მუდმივი არ დარჩა, იმიტომ რომ ეკონომიკის ხასიათი შეიცვალა. ეკონომიკა გახდა მრავალფეროვანი და გახდა ხარისხზე ორიენტირებული და არა ომის შემდგომ, როცა მთავარი იყო დანგრეული სარდლე და მოცულობების და მოხმარების და ასე შემდეგ. მაგრამ ეს სხვა თემი არის, შემდეგი განხილვის საქმეა, მაგრამ ჯერჯერობით ასე ვიცი ჩვენ.
ეხლა მოდით ჩვენ რა გვაქვს? ჩვენ გვაქვს აი თავარი განტოლება. ეხლა მე უნდა რაღაცნაირად ამ მატრიცების მეშვეობით დავალაგო იგი ისეთნაირად, რომ ამოხსნა შემეძლოს. მოდი ასე გავაკეთოთ. ეს გადმოვიტანოთ აქეთ. გასაგებია, მაშინ მე მექნება x ვექტორი მინუს a x ვექტორი უდრის დუბლს. მე ვეძებ გზებს, როგორ მივიდე ამოხსნამდე. გასაგებია, თუ მე ამ x გავიტან გარეთ, აქ რომ რიცხვი იყოს, აქაც რომ რიცხვი იყოს, გავიტან და 1 მინუს ადამრჩება, მაგრამ როცა ვექტორი გამაქვს, მე იქ უნდა დავტოვო ერთეულოვანი ვექტორი, თან მის მარჯვნივ, ესე იგი მე მექნება ერთეულოვანი ვექტორი მინუს a ვექტორი, ბოდიში a მატრიცა, ერთეულოვანი მატრიცა, ბოდიში აურიე, ეს უდრის დუბლს. ძალიან საინტერესო მატრიცაა, ამას ქვია ერთეულოვანი მის დიაგონალებზე დგას 1 აი ეს არის დიაგონალი, თავარი დიაგონალი, ამ დიაგონალზე დგას გასაგებია, ნახეთ, თუ მე e მატრიცას გავამრავლებ x ვექტორზე, ამას იგივურ რამეს უწოდებენ. მაშინ მე რას მივიღებ? 1 გამრავლებული x1-ზე პლუს 0 გამრავლებული x2-ზე და ასე შემდეგ მე რეაცე და მივიღებ x ვექტორს. ესე იგი ეს იგივეა რაც x ვექტორი. ამიტომ როცა მე x-ი გავიტანე გარეთ, მე დამჭა ასეთი რამ. და შემოვიღოთ ახლა აღნიშნვა. აი ამ მატრიცების ცხოვრება აღნიშნოთ D მატრიცით. ესე იგი, ჩემი D მატრიცა ეს არის S minus A. ეხლა მე უკვე გამიჩნდა ორი მატრიცა. ესე იგი, მე მაქვს მატრიცა A და მატრიცა D. ეხლა უნდა გავარკვიო. რა ცხოვრება მათ შორის? მათ შორის ცხოვრება ძალიან სერიოზულია, იმიტომ რომ თუ A არის ეს მეტია ან ტოლია 0-ზე, წაქცეული დავწერე. აქ D მატრიცაში ნახეთ რა გამოდის? 1 მინუს ამის პირველი წევრი, ხო? ვერაფერს ვერ ვიტყვი, მე დიაგონალზე რანაირი ელემენტები დაჯდება, დადებითი თუ უარყოფითი. მაგრამ ყველგან სხვაგან, სადაც მე ვაკლებ აი იმ მატრიცას, მე მექნება უარყოფითი რიცხვები. ესე იგი, D მატრიცის თავისებურება არის ის, რომ მისი არადიაგონალური ელემენტები უარყოფითია. D-რაკია, მოდი 10 არ ავგნიშნავ, ეს იყოს DI. DIG ნაკლები ანტონი. ანუ მისი არადიაგონალური ელემენტები არის უარყოფითი. თუ მე შემოვიტანე ამ მატრიცის
პროდუქტიულობის ცნება, ანუ ისეთ მატრიცას კვადრატულს აი ასეთ დადებითი არაუარყოფითი ელემენტებით პროდუქტიულს უწოდებთ, თუ ერთი პირობა, მეორე იგივეა, ხო? ეხლა მე ზუსტად ასევე მინდა შემოვიტანო განსაზღვრება, რომელიც ეხება D მატრიცის პროდუქტიულობას. რატომ ჭირდება? ესე იგი, მე ამნაირი ამოცანიდან შემიძლია გადავიდე სრულიად სხვა ამოცანაზე, ხო? როგორ ამოცანაზე? D გამრავლებული x-ზე უდრის W-ს. აი, ჩემი ახალი ამოცანა. D არის ასეთი. დიაგონალურზე ვერ გეტყვით რა ხდება, მაგრამ ყველგან სხვან უარყოფითი რიცხვები ჯდება. ყოველ შემთხვევაში არადადებითი რიცხვები ჯდება. მოდი, არ გავუსწრებ მოვლენებს და შემოვიტანოთ შემდეგი აი ასეთი პროდუქტიულობის ასეთი ცნება D1 მატრიცისათვის. D მატრიცისათვის. ესე იგი განსაზღვრება ერთი იყო ამ მატრიცის პროდუქტიულობა, ამას დავაწერ ერთი შტრიხს, იმიტომ რომ დაახლოებით იმ ტიპის არის. კვადრატული მატრიცა D I უდრის ერთი და ასე შემდეგ. N-ს რომლის არადიაგონალური ელემენტები არადადებითია. ანუ D-ში ნაკლები ანტოლი 0-ს. ვიტყვით რომ D მატრიცა პროდუქტიულია თუ ჩვეულებრივ ვაკეთებ, უნდა არსებობდეს რა განტოლება ეს ამაქვს. ისეთი x-ი და ისეთი w უნდა არსებობდეს, რომელიც დააკმაყოფილებს ამ პირობას. ესე იგი, D მატრიცა არის პროდუქტიული,
თუ არსებობს ისეთი x-ი და ისეთი w, რომელიც ამას აკმაყოფილებს. აქ ერთადერთი ჩაწერაში რომ მკაფიობა იყოს, რა კი ეს არადიაგონალური ელემენტებია, აქ i არ უდრის ჟის. ერთადერთი ეს დაუმატოთ, იმიტომ რომ თუ i უდრის ჟის დიაგონალის ელემენტი დაჯდება 1 1 2 2 და ასე შემდეგ ენები და მათ შესახებ მე რაიმე ინფორმაცია არ მაქვს. ესეც სერიოზული რამეა, მაგრამ განსხვავება უნდა დავინახო. ერთი სხვა მატრიცაა, მაგრამ მეორე აგებულია ამ მატრიცის მეშვეობით. სადაც d ეს არის e-a. ეხლა მე მინდა ჩამოვაყალიბო შემდეგი მთავარი რამ. რაკი რაღაც მასალა დაგროვდა, ეხლა მე უნდა შევძლო უკვე დავალაგო რაღაცები, დასალაგებელი კი მე ერთი რამე მაქვს. მე ჯერჯერობით შემიძლია ვისაუბრო დედა A მატრიცის პროდუქტიულობებს. მე უკვე ვიცი მათი განსაზღვრებები, ეხლა მოდით ჩამოვაყალიბოთ შემდეგი თეორემა. ესენი მე არ დამჭირდება, ამიტომ მე ნახევარს აქ წავშლი. თუ მოცემული გვაქვს აი ეს d მატრიცა, რომლის არადიაგონალური ელემენტები აქ მე დავაწერ ამას. თეორემა 1. რატომ მინდა კაცრად თეორემა დავარქვა და გითხარით არანაირი დებულება არ გვექნება ჩვენ, რომელსაც ეკონომიკური ინტერპრეტაცია დასაბუთება არ ექნება, რადგან არ არის მიღებული რომ სერიოზულ სფეროში რაიმე დეკლარირებული იქნას მისი მკაცრი დასაბუთების გარეშე. მეორე, შეიძლება თქვენ ფორმალურად დაასაბუთოთ, მაგრამ ეკონომიკური ინტერპრეტაცია ვერ გააკეთოთ მისი. ასეთი ფორმულები ჩვენ არ გვჭირდება. ჩვენ არ გვჭირდება რომელიმე იდეოლოგიური მიმდევრების აზრები. აბსოლუტურად ნულოვანია, აბსოლუტურად პროფესიული თვალსაზრისით გამოუყენებელია, თუმცა ამ იდეოლოგიას აყოლილები ქვეყნები უბედურებაში ვარდებიან და ჩვენც არ გვაკლია დიდი უბედურებისგან შორს ყოფნა. თუ ახლო ყოფნა. თუ ეს ასეთი მატრიცაა, მაშინ შემდეგი მტკიცებები ეკვივალენტურია. თეორემა კარგი უნდა ჩანდეს, იმიტომ რომ მე მხოლოდ ორი ცნება მაქვს, თუმცა მაგ ორი ცნება რატომ მაქვს? მაქვს დადები არაუარყოფითი მატრიცის ცნება, მაქვს პროდუქტიული მატრიცის ცნება, პროდუქტიულობას არ ყოფნის არაუარყოფითობა, მაქვს
არანულოვანი ვექტორის ცნობა, ხო, არა უარყოფითი, ანუ როცა ყველა x1, x2 და ასე შემდეგ მეტიანი ტოლია 0-ზე, ხო, სწორი? ან მაგ დადებითი მაქვს, მაგრამ ეს მარტივი ცნებებია. ახლა ვამბობ შემდეგ. პირველი რაც მაძლევს მე სხვადასხვა ცნებების ეკვივალენტურობა. თუ მე ერთ-ერთ მათგანთან მექნება საქმე, შემიძლია თქვა, რომ ყველა დანარჩენი ზუსტად ისევე სამართლიანია, ამიტომ მე ჩემი ანალიზი უკვე შემიძლია ან ამით გააჩნია ჩემთვის რომელია უფრო ყველაზე მოხერხებული. არსებობს ისეთი x-ი და არსებობს ისეთი w ვექტორები, რომლებიც აკმაყოფილებს სისტემას. ჩვენ სისტემა როგორ აქვს დაწერილი dx-ი? აი ესე თუ დემატრიცა ასეთია და პროდუქტიულია, მაშინ ყოველთვის მოიძებნება ისეთი გამოშვების მოცულობა, რომელსაც გეგმავი, ხო სწორია? ან ფირმის ხელმძღვანელი გეგმავს და იცის მოხმარება, ფირმის ხელმძღვანელმა უნდა იცოდეს მისი საქონლის მოხმარების მრუდი, ხო სწორია? მოთხოვნის მრუდი, რომ იმის მიხედვით აწარმოოს მისთვის ხელმისაწვდომი და ოპტიმალური ფასის შემთხვევაში და მეორე ნებისმიერი w-ისთვის ნახეთ საბოლოო მოხმარების ნებისმიერი ვექტორისათვის მოიძებნება ისეთი x ვექტორი, რომ კმაყოფილდებოდეს გინდეს მითქონს ეკვივალენტურია. აქ ნახეთ, ავირჩიე მოხმარების ვექტორი. მე როგორც მინდოდა კი არა, მოდით ასე, რომელიც განსაზღვრე, რომ ასეთი უნდა იყოს. შევისწავლე ქვეყნის საჭიროება და ასე შემდეგ. მაშინ თუ მე მატრიცა მაქვს პროდუქტიული, მე ყოველთვის მოვძებნი ისეთ გამოშვებას, იმდენს გამოუშვებს, რამდენიც დააკმაყოფილებს ამას. მესამე მოდი იქეთ გადავიდეთ, ჯობია. მესამე მტკიცება. ამ მატრიცის ელემენტები რომ ავიღო, მე შემიძლია გამოვთვალო მთავარი მინორები, თანმიმდევრული მთავარი მინორები. ეს არის ძალიან მარტივი ცნება, მინორი ეს არის დეტერმინანტი. თუ მე პირველ ელემენტს ავიღებ A1-ს, მაშინ უნდა გამოვრიცხო პირველი სტრიქონი და გამოვრიცხო პირველი სვეტი და რაც დარჩება, იმას ქვია მინორი. თუ მე ახლა ქვით წამოვალ, იგივეც გავაკეთებ. ანუ მე შემიძლია დიაგონალზე ყველა ელემენტს მივყვე ბოლომდე და მივიღო მთავარი თანმიმდევრული მინორები. თუ ეს ასეა, მესამე მტკიცება გეუბნებათ, რომ დეტერმინანტი მოდი ასე აღვნიშნოთ. ბოდიში D1-1, D1-2 და ასე შემდეგ D1-n, D2-1, D2-2,
D2N და ასე შემდეგ DN1 DN2 DNN სხვადასხვანაირად ეხლა ახალი დეტერმინანტი. აქ უკვე მატრიცა კი არა მაქვს, მე D მატრიცა. ეს იგივე თუ მე ამას ჩავთვლი რომ ეს მატრიცა არის. ხო, არა, მე ეხლა ვლაპარაკობ მთავარ მინორებზე და ამ მთავარ მინორებს თუ დავალაგებ ასე ყველა დადებითი. ესე იგი, გინდ მითქვამს პირველი მტკიცება, გინდ მითქვამს მეორე მტკიცება, გინდ მითქვამს რომ თანმიმდევრული მინორები არის დადებითი, აბსოლუტურად ერთნაირია. მეოთხე თავარი მინორები ეს თუ თანმიმდევრული იყო, მე შემიძლია ხა ნებისმიერ I თუ G-ს უდრის, გამოვრიცხო იური და იგივე იური სვეტი და იური სტრიქონი, რაც დარჩება ის იქნება მთავარი მინორი. თუ მე ამას ვახტუნავებ იქეთ-აქეთ, ერთიდან ავიღებ, ორს ავიღებ, სამს ავიღებ, ისევე ასე, მე მივიღებ ცალკეულ მთავარ მინორებს. მთავარი მინორები დადებითია. აი ეს 4 რა არის ძალიან მნიშვნელოვანი და მოდით შორს რომ არ წავიდეთ, ჩვენ ახლა გავაკეთოთ ის, რაც გითხარით, გავაანალიზოთ ეკონომიკური სისტემა და მე ანალიზს დავიწყებ მარტივი შემთხვევიდან. როგორც წესი, მე შემიძლია ავიღო, რომ n უდრის 1-ს. ამ მეთოდ მე ხო n მაქვს, 1, 2 და ასე შემდეგ რაღაც სასრული. თუ მე ერთ ელემენტიან ეკონომიკას ავიღებ, მე n2-ს ავიღებ, 3-ს ავიღებ, n-ს ავიღებ, მე მონდის ინდუქცია, ანუ ასე რო არ ვიარო, ცოტას თუ გავივლი მე და ვნახავ ასეა, მე განვაზოგადებ ამას და ვიტყვი რომ ზოგადად ეს ასეა. ეხლა ნახოთ რა ხდება. აი აქ როცა n უდრის 1-ს. თუ n უდრის 1-ს, ხო სწორია? მაგრამ D1 იქნება 1 მინუს A1 ეს დადებითია. სხვანაირად აზრი არა აქვს. საბოლოო მოხმარების მივობას აზრი არ აქვს, იმიტომ რომ არ გაქვს ქვეყანაში პროდუქცია, რომელიც მოიხმარება. ამიტომ აზრიც არ აქვს მაგ. ამიტომ არ იწერება აქ მეტი ანტოლინულს, ეს მკაცრად მული.
სწორია? სხვანაირად ეს დადებითი როგორ გამომივა? ვერაფრით. მაშინ გამოდის, რომ აქ A1-1-ია, ხო? აი ჩვენი პირობა. ერთ ელემენტია ეკონომიკაში A1-1 უნდა იყოს 1-ზე პატარა და ეს ჩვენ ავხსენით რატომ? იმიტომ A1-1 ეს არის იმ წარმოების პროდუქცია, ანუ ერთი წარმოება მაქვს თელეკონომიკაში ერთ პროდუქციას უშვებს, მისი პროდუქციის ნაწილი მოიხმარება ამ პროდუქციის წარმოებაზე, მაგრამ ნაწილი რჩება ამაზე. A1-1 რომ იყოს 1-ზე მეტი, მაშინ ჩვენ გვაქვს უკვე ისეთი ეკონომიკა, რომელსაც უბრალოდ თუ გარედან ვინმე არ კვებავს და არ ეხმარება, არსებობა არ შეუძლია. ესე იგი, პროდუქტიულობის განმარტება ერთ ელემენტიან ეკონომიკაში არის აი ეს პირობა. ეხლა მოდი გადავიდე. არის 0-სა და 1-ს შორის. ხო, რა თქმა უნდა. თუ 0-ია არ საუბრობთ, იმიტომ რომ გამოდის რომ ეს პროდუქცია არის წარმოება. მოგცა, აი D მატრიცის პროდუქტიულობა. როგორ? D მატრიცის პროდუქტიულობა გამომდინარეობს A მატრიცის პროდუქტიულობიდან. კომერცია. უშუალოდ არა. იმიტომ რომ A მატრიცა არის მონაწილეობს. აი ნახეთ D მატრიცა ეს არის იგივე აი ეს მატრიცა. ეს უკვე შინაარსობრივად განსხვავებული მატრიცა არის, რომლის ყველა არადიაგონალური ელემენტი არის უარყოფითი. აქ შენ ქონდა ამ მატრიცაში ყველა ელემენტი განურჩევლად იყო არა უარყოფითი. ცხადია, თუ მოდი თქვენ კითხვას რო გავცეთ პასუხი, თუ A მატრიცა იქნება არა პროდუქტიული, ეს ხო ფაქტობრივად გარდაქმნა იგივე სისტემისა, სხვა ფორმით ჩაწერა. რა ფორმის შეცვლას თუ მოახდენმე, ეს შეცვლის პროდუქტიულობას ვერავითარ შემთხვევაში. ამიტომ ცხადია, არა კი მონაწილეობს შიგნით, მას აქვს თავისი განსაკუთრებული მნიშვნელობა, იმიტომ რომ უბრალოდ ერთეულოვანი მატრიცაა და მას არაფერი არ ეხება, არანაირი გარდაქმნა და გარემო. ეს მე შემეძლო, სულაც არ განმეხილა, პირდაპირ მე თქვა, აბა ისე უაძრობაა. A1-1 კოეფიციენტი ვერ იქნება. ახლა მოდი n უდრის 2-ს. თუ n უდრის 0-ს, ჩემს ეკონომიკაში არის 2 დარგი, იწარმოება x1, იწარმოება x2 და მოდით რა გვექნება? ნახოთ. გვექნება შემდეგი რამ. ერთი მინუს A1-1 x1 ხო სწორია? პლუს x2 A1-2 x2 ხო სწორია? აბა სხვანაირად როგორ? უდრის დუბლებას. W1 A2-1x2 plus
1 minus a2 2x2 უდრის x2-თან და x1-თან 1 minus 1 რატო რჩება გასაგებია. იმიტომ რომ D მატრიცა მაქვს. და იქ ჩვეულებრივად უნდა დავწერო. ესე იგი ორ არაერთგვაროვანი PV ორი განტოლების სისტემა მაქვს. უცნობები x1 და x2-ია. ერთიდან შეგვიძლია განსაზღვრო x1, ჩავწერო მეორეში, ან მეორედან განსაზღვრო ერთი, ჩავწერო პირველში, ინდექსების შეცვლის გარდა არაფერი არ დაჭირდა. მოდი ახლა მე ამ უბრალო სკოლის რომ ვიტყვი მათემატიკას არ გავყვე, პირდაპირ ამოვწერ შედეგს, რომ ანალიზი გავაკეთო. აი ასეთნაირად ამოვწეროთ, რაც მე მჭირდება. ახლა იმას დავწერ. ხოლოდ მარტივზე მარტივი გარდაქმნებია, უბრალოდ წერაშიც რომ მოვიგოთ, განსაზღვრო x2, ჩავწერე ზედა განტოლებაში და მე მივიღე შემდეგი რამ. x1 უდრის a1 plus აქვე გზება a1 a2 1 minus a2 x1 plus თავისუფალი წევრი, ანუ ის რაც ბოლო მოხმარებას ეხება. w1 plus a1 2 a1 minus a2 2 w1 x2 რო დავწერო, აქ ინდექსებს შევცვლი მარტო. რა არის აქ განსაკუთრებით საინტერესო და მნიშვნელოვანი. მე უნდა დავაკვირდე აი ამ კოეფიციენტს. ანუ მე მაქვს a1 plus a1 2 a2 1 minus a2 ესე იგი ორ პროდუქციან ეკონომიკაში იმისათვის რომ მე ვაწარმოო x1 მას ჭირდება ამხელა წილი x1-ისა. უგასაგებია, მარტივია. და აქ შეიძლება მოხდეს ის, რაც მოხდა საბჭოთა კავშირში. კერძოდ, შეიძლება a1 ნაკლები იყოს ერთზე. მაგრამ a1 პლუს, როდესაც სხვა ილი ხარჯებსაც ვითვალისწინებ, ეს შეიძლება იყოს მეტი ერთზე. აი ამ შემთხვევას ქვია ეკონომიკურ მეცნიერებაში და ეკონომიკაში ჭარბი საწარმოო
ჭარბის საწარმოო კონტური. ის რაც საბაზრო ეკონომიკას, რასაც უწოდებთ, ვერც ერთი კერძო მეწარმე ნორმალურ ეკონომიკაში ვერ აიტანს, იმიტომ განადგურდება, როგორ თქვენ უშვებთ პროდუქციას, რომელზეც მეტი გჭირდება, ვიდრე თვით ამ პროდუქციის წარმოება, ხო? სხვა დანახარჯების გათვალისწინებით. თქვენ შეიძლება ამან მოგატყულოთ, რომ ეს პატარაა და კაიაო, არა. როცა თქვენ ირიბ დანახარჯებს იწევთ, ჩნდება წევრი და სწორედ ეს მოხდა საბჭოთა ეკონომიკაში, რომელსაც ვერ ფილტრავდნენ. ვერ ფილტრავდნენ და საბოლოო ჯამში გამოდიოდა ის, რომ ეს არ იყო ერთადერთი, მაგრამ ეს იყო ერთ-ერთი პირველი აშკარად შესამჩნევი მიზანი, ჭარბის საწარმოო კონტური. გამოდიოდა, რომ მატრიცა არის არაპროდუქტიული. თუ მატრიცა არის არაპროდუქტიული, ამ ეკონომიკის დამოუკიდებლად არსებობა შეუძლებელია. მიხდით? აი ეს არის ერთი, აი ახლა მე N3 რო ამეგო, N4 რო ამეგო, გავიგე, უფრო ბევრი საწერი მექნებოდა, უფრო ბევრი გამოთვლები იყო, მაგრამ არსი თუ ერთი შემთხვევაში ყველაფერი აშკარა იყო, ხო სწორია? ერთ-ერთი უნდა ყოფილიყო ერთზე ნაკლები. როცა ორი გაჩნდა და ირიბი დანახარჯები გაჩნდა, მაშინ გამოვიდა, რომ რატომ ვერ ფილტრავდა, ნახეთ, მე არსად ეკონომიკურ მეცნიერებაში არსად არ იხმარება სიტყვა საბჭოთა ეკონომიკა ამ საბაზრო ეკონომიკა. ამ მატრიცის პროდუქტიულობას საბჭოთა ეკონომიკა უზრუნველყოფს თუ საბაზრო ეკონომიკა, რა მნიშვნელობა აქვს? ეკონომიკის მთავარი მიზანი რა იყო? ჩვენ ჩამოვწერეთ, ხო სწორია? ჩვენ გვინდა წარმოება, რომელიც საწარმოო მოთხოვნებს აკმაყოფილებს ნორმალურად და აკმაყოფილებს აქ წყობაზე არსად არაა ლაპარაკი. ამიტომ მეცნიერული მიდგომები ცოტა სხვანაირია. მე ინტერპრეტაციებში შემიძლია თქვა რა არის უკეთესი, მაგრამ რატო არ გამოვიდა. ახლა ჩვენ ვაკეთებთ პირველ სერიოზულ დასკვნას. საბჭოთა წარმოებაში იყო უამრავი ჭარბი საწარმოო კონტური, ანუ ერთი პროდუქციის გამოშვებას რომ ჭირდებოდა, იმაზე გაცილებით მეტი რაღაცეები იყო. ტექნიკა აიღეთ, დანადგარები აიღეთ, მუშახელი აიღეთ, რაც გინდათ ის აიღეთ და ის არ იფილტრებოდა. ინტერესი იმ საბაზრო ეკონომიკაში იმ ფირმის პატრონი, თუმცა ქართულ მე სერიოზულ ფირმებთან მქონდა ურთიერთობა, როცა პარლამენტიდან წამოვედი, სადღაც 2005 წლიდან მთხოვე სადღაც ყოფილიყავი, ყველგან მოშლილი იყო ეკონომიკური ეფექტურობის მექანიზმი, იმიტომ რომ დრო იყო ისეთი, რომ ფულს მაინც შეულობდნენ, შეულობენ, დიახ, სწორად თქვი სიტყვა, კი არ გამოიმუშავებდნენ, შეულობდნენ, თუმცა ძალიან თქვენი ხალხი იყო, მაგრამ ისინი ვერ განვითარდებოდნენ. ჯერეთი იმიტომ, რომ არ უნდათ მოსმენა, როგორ უნდა ყოფილიყო ეფექტური და ბუნება ჰქონდათ ისეთი, რომ კმაყოფილი იყვნენ იმით, რითაც ამიტომ ვერც ერთი ვერ განვითარდა. ესე იგი, მთავარი მივაგენი, ჭარბი საწარმოო კონტური. თუ თქვენ წარმოებაში გინდ ქართული ფირმა ხარ, გინდ ვინც ახარ, რაც გინდათ იყარ, თქვენ უნდა გქონდეთ, მე ამას ინვესტიციების თეორიაშიც ვასწავლი, სხვა მხრივაც ვასწავლი სტუდენტებს, თქვენ როდესაც იწყებთ საქმეს, უნდა გქონდეთ მაინდა-მაინც იმდენი საწარმოო კონტური, რომელიც ამ საქმეს სჭირდება. არაფერი ზედმეტი. ისევე როგორც, ახლა სხვა თემაზე გადავ, თქვენ ფული უნდა გქონდეთ საქმის დაწყებისას მაინდა-მაინც იმდენი,
რომ მიწის საშუალო შეწონილი ღირებულება მინიმალურად დაბალი უნდა იყოს. WACC რასაც ქვია. თუ თქვენ ამას არ აკეთებთ და ტონა ფული გაქვთ ყარადებში გამოკეტილი ან ბანკში, თქვენ ფაქტიურად ვერ იყენებთ ეფექტურად. ესე იგი, ეს რომ ყოფილიყო, ეს იქნებოდა ნაკლები უბედურება. თუმცა დიდი პრობლემური. ამიტომ გაჩნდა, როდესაც პერესტროიკა დაიწყო და საბჭოთა მაშინდელი პრესა გახდა ძალიან კრიტიკული ამ სისტემის მიმართ. ისინი ამასაც აკრიტიკებდნენ ლეონტიევის ამ თავარდაშვებას და მართლები იყვნენ, მაგრამ განსაკუთრებით ისინი აკრიტიკებდნენ ამ არსებულ მდგომარეობას ეკონომიკაში და პირდაპირ ამბობდნენ, სისტემა ისეთია, საბჭოთა პრესაც გეუბნები, სამეცნიერო მე რაღაც ფორმით ამას ვადევნებდი, მე როცა ეკონომიკაში გადავედი, მთლიანად ვადევნებდი, წავიკითხე ეს ყველაფერი, იყო ასეთი, რომ ამ სისტემას არ შეუძლია დამოუკიდებლად არსებობა. შევხედოთ, რა ვთქვი მე ლეონტიევის მოგზაურობისას. როდესაც არაფერი იყო და დაიწყო ინდუსტრიალიზაცია, ეს იყო დაგროვების ეტაპი, ფეხზე დადგომის ეტაპი და ამან ყველაფერმა ძალიან კარგად იმუშავა, მაგრამ შემდეგ, ნახეთ, ომის დრო გაიგოთ, საბჭოთა კავშირი ომში ახმარდა მთლიანი შიდა პროდუქციის 40%-ს. კოლოსალური. გაუძლო, იმიტომ რომ სხვა იყო, იქ არ იყო ეკონომიკური ეფექტი, იქ თავარი იყო, აი რასაც რუსები ვიჟივანიას უწოდებენ, ხო სწორია? ამიტომ ყველაფერმა იმუშავა გარკვეულ დრომდე და როდესაც პრობლემები გაჩნდა, აი ახალგაზრდების საყურადღებოდ ვამბობ, 70-იან წლების დასაწყისში საბჭოთა კავშირმა დასავლეთთან მიაღწია იმ შეთანხმებას, რომ მიაწვდიდა ნავთობსა და ბუნებრივ აირს და საფასურად მათ შემოქონდა ძალიან ბევრი საყოფაცხოვრებო მომსახურების, თუნდაც კვების პროდუქტები და ესენი დასავლური წარმოების. მე შემიძლია გითხრათ, რომ დღევანდელ სანქტ-პეტერბურგში მე თითქმის რამდენი 6-8 თვე გამომდის წლის განმავლობაში ცხოვრება. შემიძლია გითხრათ, რომ 1973 წლისთვის საბჭოთა კავშირში და კერძოდ პეტერბურგში საბჭოთა სისტემა არ არსებობდა. ამაზე სხვა დროს არ არსებობდა უბრალოდ ის იყო. ესე იგი, რა მოხდა მერე? ყველაფერი მიდიოდა ნორმალურად, ნავთობი და გაზი არ აკდა საბჭოთა კავშირს. მერე მოხდა ის, რაც ან პროვოკაცია იყო საბჭოთა კავშირის დასაშლელად, თვითონ შიგნით ავღანეთში შესვლა. და აქ უკვე ყველაფერი დაიკეტა. შემდეგ მოხდა ზეწოლა საუდის არაბეთზე. ნავთობის ბარელი ნავთობის ფასი $4 იქნა დაგდებული და ამას უკვე საბჭოთა კავშირმა ვერ გაუძლო, იმიტომ რომ წარმოიდგინეთ რა ციფრია ცნობილი. იმისათვის, რომ საბჭოთა კავშირს პერესტროიკის დროს დაეძლია კრიზისები, მას სჭირდებოდა $50 მილიარდი. $50 მილიარდი საბჭოთა კავშირის იმ ეკონომიკისთვის, როცა ნორმალურად მუშაობდა, ნამდვილად არ იყო სერიოზული ფული. მაგრამ აქ მას ეს ფული არ ქონდა. ეკონომიკა იყო არაპროდუქტიული, ხასოსო, ჩვენ უკვე სხვანაირ ანალიზს ვაკეთებთ. შესანიშნავი კითხვა, რა ხდებოდა, როდესაც აი ახლა მე გადავალ მაგის ანალიზზე. კითხვა არის ძალიან სწორად დასმული, რატომ? როგორ მოსკოვის უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი და მით უმეტეს მათემატიკის ფაკულტეტის დამთავრებული ხალხი, ფასების სახელმწიფო კომიტეტში, რომელიც ძალიან მაღალი დონის ხალხი იყო, იგივე ეგრეთ წოდებულ საგეგმო კომიტეტში, გოსპლანი რასაც ქვია, თუ ვინმე ფიქრობს, რომ იქ ვინმე არაკვალიფიციური იყო და ეკონომიკას უყურებდნენ როგორც საბჭოთა
სახელმწიფო არა, ყველაფერი ითარგმნებოდა, მე შემიძლია მთელი ჩამონათვალე გითხრათ 70, 69 60-იან, 70-იან წლებში, 80-იან წლებში, თუ რაიმე საუკეთესო იყო, დასავლეთში ყველაფერი ითარგმნებოდა. ამიტომ მით უმეტეს იმ კვალიფიკაციის ხალხმა ყველაფერი იცოდა. მაგრამ რაღაც არ გამოდიოდა. აი რა არ გამოდიოდა? ეხლა ნახოთ ეს ყველაფერი. აი ახლა მე უნდა დავიწყო ფასების შესახებ საუბარი, ანუ მივადგე უკვე ამ მოდელს ცოტა სხვანაირი ინტერპრეტაციით. გასაგებია, რომ ამ ყველაფერში დევს რეალური პროდუქცია, ხო სწორია? და ამ პროდუქციას აქვს თავისი ღირებულება. მოდი დავიწყოთ ამისი ანალიზი. ანუ გარშემოშორისია ეს პროდუქციის მიწოდება ხდებოდა ღირებულებით და არამოძიური ფასი. აი ნახოთ, თათმასი არ არის. უარესად არის საქმე, მაგრამ მიღებული ლაპარაკი ამაზე არ იყო და საოცრად იმალებოდა. ეხლა ნახოთ რა ხდებოდა რეალურად. ესე იგი, პირველი დიდი პრობლემა ჭარბის საწარმოო კონტური, გასაგებია ეს რაც არის, ეს აშკარად შეიმჩნეოდა. მე შემიძლია ასეთი მაგალითი მოგიტანოთ. მე მაშინ ქუთაისში პოლიტექნიკურში მუშაობდი, ეს იყო აგრეგატულ კორპუსს უცხოელები რო აშენებდნენ საავტომობილო ქარხანაში. იქ იყო ძალიან ძლიერი ჯგუფი გერმანელი სპეციალისტებისა. ერთი ასაკოვანი კაცი იყო, 155 კაცი. მამჩემი იქ მუშაობდა და ამიტომ ეს ყველაფერი კარგად ვიცოდი. მამჩემი ერთ-ერთი პირველი ავტოქარხნელი იყო. სამწუხაროდ ავტოქარხანაშივე დაიღუპა ტრაგიკულად. და იმ კაცმა, რომელიც ყველაფერს აკვირდებოდა, ძალიან მაღალი ყველაფერი. გაიყვანა ცეხის უფროსი რო ქვია, ანუ საამქროს უფროსი და უთხრა. ეს ჩარხები და დანადგარები ხო არის აქ თეობით. არც განძრეულ არ მუშაობს. მე გაიყვანა ეზოში. ეს უზარმაზარი რაოდენობის არმატურა და იქ სხვა პროფილები და ისინი რომ მოიტანეთ. გავიდა ერთი თვე, გავიდა ორი თვე. თუ არ გჭირდებოდათ, რატომ მოიტანეთ? აი ახლა მიხვედრა ხო გასაგებია, რაც ნიშნავს ჭარბი საწარმოო კონტური, როცა ყველაფერი ეკონომიკაში უნდა იყოს, რომ იტყვიან, აი ყველაფერი თავის დროზე, არაფერი ზედმეტი, იმიტომ რომ რაც შენ ზედმეტი გაქვს, ყველაფერი არის. ესე იგი, პირველი პრობლემა ვიცით, ჭარბის საწარმოო კონტური, ეხლა გადავიდეთ ფასების ანალიზზე. აი ნახოთ, კიდე გეუბნებით. ეს არის მეცნიერება. აქ იდეოლოგია არ არსებობს. მაგრამ ეს კვალიფიციური ხალხი, რომლებიც MGO-ს მექანიკა მათემატიკის დამთავრებული ხალხი ფასების კომიტეტში მუშაობდა. ისევე ფიზიკა ტექნიკური, ისევე სუპერ ინსტიტუტები იყვნენ და ეხლაც არიან. რა იყო? რატი მიმაქვს გამოშვების ვექტორი. სწორია? X-ი სტრიქონად წერ, მაგრამ სვეტია. ეს აღნიშნა უბრალოდ. მაქვს A matrica N რიგის. ანუ N სვეტი, N თავისი კოეფიციენტებით. ხო, კვადრატული მატრიცა აუცილებლად. რა კი N რიგის დავწერე, ესე იგი ნიშნავს, რომ ორივე ერთნაირია. თითოეულ ამ პროდუქციას აქვს თავისი ფასი. ღირებულება. მოდი შემოვიტანოთ ფასების ვექტორი.
პირველი პროდუქციის ფასი, მეორე პროდუქციის ფასი და იმ პროდუქციის ფასი. ნახეთ? მე შემთხვევით არ ამოვწერე ჟიურის სვეტი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, იმიტომ მიგახვედროთ ზუსტად რასაც გავაკეთებ. A ვექტორი აღვნიშნე ჟიური, რომელიც იყო A 1G A 2G ANG. ეს არის სვეტები. მე რომ მივიღო პირველი პროდუქციის წარმოებისთვის საჭირო ნედლეული მაქვს აგერ. პირველი მოდი ჟიური. ჟი თუ ერთია პირველი საქონელი იქნება, ჟი თუ ორია მეორე საქონელისთვის, ჟი თუ ენია ენური საქონელი. ესე იგი მე მაქვს ეს სვეტი. თუ მე ვეძებ მთლიან ფასს P1-ზე შემიძლია დავწერო P1 უდრის. ან უდრის კი არა, გამოვაკლოთ ამას. რატო? P1 ხო X1 P1 არის X1 პროდუქციის ფასი. ესე იგი, მე X1 რომ გავყიდო მთლიანობაში, მე მივიღებ აი ამ ფულს. ან იმ ერთეულს რა ერთეულიც იქ არის, მნიშვნელობა ამ წუთი არა. ესე იგი, პირველი დარგის ნაწარმოები პროდუქციის რეალიზაციიდან მიღებული თანხა მინუს P2 გამრავლებული A2 1-ზე, სწორია. მეორე პროდუქციის წილი. ხო გამოვიყენე? იმას თავისი ფასი ხო აქვს. მინუს და ასე შემდეგ მინუს P(n) A(n)1. თუ მე ვექტორულად ჩავწერ ამას, გამოდის რომ P ვექტორს მინუს გამრავლება რომ ვაწარმოო მე, ეს სვეტი უნდა გავხადო ასეთი. ანუ A მატრიცის სვეტები გავხადო სტრიქონები, ხოლო სტრიქონები გავხადო სვეტები. ამას ქვია ტრანსპონირება. ესე იგი, თუ მე მატრიცის A მატრიცის აი ასეთ მატრიცას ავიღებ ტრანსპონირებულს, ეს ნიშნავს, რომ ამ მატრიცა, რასაც მქონდა A1 ის გახდება სვეტი და რაც სვეტში მქონდა ეს. რატომ ჭირდება ეს ტრანსფორმირება? იმიტომ რომ მე ეს უნდა გავამრავლო ვექტორზე და მატრიცის და ვექტორის გამრავლების წესი ასეთია, ესე იგი გამოდის A უნდა იყოს. ნახეთ, ამ ამოცანის გადაწყვეტას, ანუ მოიძებნოს ისეთი ფასების ვექტორი, თქვენ წარმოგიდგენთ, საბჭოთა კავშირის ყრილობები 5 წელიწადში ერთხელ იმართებოდა და იქ იყო ასეთი დადგენილებები, რომ ეს ყოფილიყო დადებით. მაგრამ მეორე იყო, რომელიც ესე იგი, რა? ბუნებრივი რამეა. ფასი
რაც აწარმოე და გაყიდე, იმან უნდა დაფაროს დანახარჯები. მეტი ანტოლი მოვზე, ხო სწორია? რა უშლიდა ამ მარტივი საქმის მოგვარებას? აი ეს ნაკლებად ცნობილია. ყველაფერი იყო ცნობილი, ყველაფერი იყო მოგვარებადი და ამ ამოცანის გადაწყვეტა მერწმუნეთ ისეთ კვალიფიციურ ხალხს, როგორც ფასების არანაირი პრობლემა არ არის. ამას ნებისმიერი კარგი სტუდენტი გადაწყვეტს, ვინც კარგად სწავლობს. ვერ იქნა გადაწყვეტილი და ამის მიზეზი იყო ის, რაზეც მიღებული არ იყო საუბარი. საბჭოთა კავშირი ჩაბმული იყო გამალებული შეიარაღების სრბოლა მიდიოდა, ხო სწორია? ანუ გამალებული შეიარაღება მიდიოდა, ორი სისტემა იყო დაპირისპირებული და ბუნებრივია საბჭოთა კავშირს პოლიტიკისთვის ჭირდებოდა იმის დემონსტრირება მსოფლიოში, რომ მისი ხარჯები არ აღემატება გარკვეულ დასაშვებ ნორმას სამხედრო საქმეზე, თავდაცვაზე და ასე შემდეგ. ამიტომ ფარულად გაცემული იყო შემდეგი ბრძანება. ნახეთ, მე შემიძლია ამერიკელის ეკონომისტების სტატიების გაჩვენო, სადაც ისინი თავს იმტრებდნენ 70-იან წლებში რა იხარჯება თავდაცვაზე მთლიანობაში საბჭოთა კავშირში და მათ სხვადასხვა ციფრები გამოვიდოდა, მაგრამ მაქსიმუმ გამოდიოდა 5% მთლიანი შიდა პროდუქტისა. რაც თავისთავად ძალიან მაღალია, მაგრამ ისინი ბოლომდე არ იყვნენ დარწმუნებული, იმიტომ რომ ფასების სისტემა ქვეყნის შიგნით საბჭოთა კავშირში იყო დიამეტრალურად განსხვავებული მსოფლიო ფასებისაგან და ეს ფასები ხელოვნურად იყო დეფორმირებული იმისათვის, რომ დანახარჯები ეჩვენებინათ სამხედრო საქმეზე დაბალი. ხო გასაგებია? რა ხდებოდა? აიღეთ შავი მეტალურგია, ფოლადი, რა ვიცი, 1000 თუჯი და ეს ყველაფერი არის სამხედრო საქმისთვის უპირველესი ტანკები, 1000-ობით და რა ვიცი, ესე იგი. ამიტომ რაც აკეთებდნენ? აჩვენებდნენ, რომ ღირებულება არის დაბალი. ნახეთ? ეხლა გასაგებია, რომ ფასი იყო დაბალი. და რა გამოვიდა, იცით, საბჭოთა კავშირში, როდესაც პერესტროიკა დასრულდა და საბჭოთა კავშირი დაინგრა, პირველი უდიდესი პოტენციალი საექსპორტო და უზარმაზარი ნახტომი დამატებულ ღირებულებაში გაუჩნდა შავ მეტალურგიას. არც ერთ საბჭოთა შავი მეტალურგიის საწარმოს და სხვებსაც არ ჰქონდათ დადებითი დამატებული ღირებულება. დადებითი დამატებული ღირებულება ეს არის ამოსავალი ეკონომიკისა, როგორ შეიძლება რაიმე წარმოედგინეთ თქვენ, არც ერთს არ ჰქონდათ დამატებული ღირებულება. ეხლა მე შემოვიღო დამატებული ღირებულება, რა იქნება? ამ ფას მინუს აი ეს უნდა იყოს დადებითი. ეს ამოცანა პარტიის დონეზე ისმებოდა, მაგრამ შენიღბულად მოდიოდა ბრძანება, რომელსაც ვერავინ ვერ გადავიდოდა, რომ ყველაფერი ყოფილიყო იმ დონემდე, რომლითგან დატკეპნილი ფასებში, რომ საბოლოო დანახარჯები ეკონომიკაზე ყოფილიყო ბოდიში, თავდაცვაზე ყოფილიყო დაბალი. აი, ჭარბი საწარმოო კონტური, ერთი და მეორე.
არა დადებითი დამატებული რენტაბელობას უძახდნენ მოგებას იმასაც დებდნენ გარშემოში. დამატებული ღირებულება იყო დამატებული ღირებულება. კი, რენტაბელობა